მთლიანობაში რატომ აქ დასკვნა მე რომ საქართველოს სახელმწიფო დიდხანს არ იარსებებს მეთქი. დაწყებული ინდივიდიდან სფეროებსაც ვიხილავ და აი ამ სტრუქტურებსაც ვიხილავ. ახლა სიძულვილი კი არა მაქვს. არა რა ერს აქვს ცნობიერებაში პრობლემა, შემეცნებაში პრობლემა. ქართველი არ აღიქვამს სამყაროს ისე როგორც აღიქვამს გერმანელი. სამყაროში გულისხმობ მთელი ხილული სამყარო. ახლა კანტის ცნობიერება ქართველს არ აქვს. ხო, ან ჰეგელის. არ არსებობს რომ ქართველი ობიექტური იდეალისტი ბოლოდა ნაშრომები აქვს დაყრილი, ან სუბიექტური იდეალისტი, ან ემპირიკოსი. ეგეთი რამე არ არის საქართველოს ისტორიაში. ჩვენთან არის ხმლების ისტორია და აი ეს რაღაცა მისტიკური რელიგია, რომელიცაც იყენებენ აი ქრისტეს სახელს რომ ყვნიან. მე თუ საქართველოში შემეცნება ნულია. ქართველმა რომ არ მიიღოს განათლება დასავლეთიდან, სხვადასხვა ენის მეშვეობით, იქნება ბნელი. და თუ ვინმე რამე იცის, ესე იგი ის განათლებული არა ქართულ ნიადაგზე, არამედ უცხოურში შედის თურქებიც, ირანელებიც, არაბებიც, რუსებიც, ინგლისელებიც და ყველა რა ლიტერატურასაც. ასეთი ქართველი უკვე თუ რაღა, ის ქართულ ნიადაგზე არ არის განათლებული, იმიტომ რომ არ არის ჩვენი ნიადაგი, არა. ჩვენ ქართულიდან თქვენ ვერ აი აქაც თქვენ თუ რამე იცით, ეს ყველაფერი იცით დასავლეთიდან. ხო, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. ხო, წყაროებს, ხო, დასავლურ წყაროებს უღრმავდებით, ან მეცნიერ მუშაკი, ხო, არ არსებობს ქართველი მეცნიერი შემოიფრინოს მხოლოდ ქართული ნარატივ წყაროებით. ის მეცნიერი არ იქნება მშრალი იქნება, ქართველი მეცნიერი ყველა ვარიანტში მასშტაბები როა გაფართოებული უცხოურ წყაროებს ეყრდნობა. და აუცილებლად უნდა იცოდეს ერთ-ერთი უცხოური ენა. აუცილებლად, რომ წიგნი წაიგით, ხო? ნებისმიერი ენა, გინდა ფრანგული იყოს, გინდა რუსული, გინდა ინგლისური. თუ იმ ენაზე არის მსოფლიო სამეცნიერო და კულტურული მიღწევები, ხომ? ესეა. ახლა ოსურს ხარ ისწავლის ქართველი მეცნიერი, რა თქმა უნდა, ახლა ოსური და ოსეთში მარტო გამარჯობა უთხრა კაცს და არ დამარაც უთხრა. ხო, ოსი მეცნიერი სად არის ახლა, ხო? ან ოსი ფილოსოფოსი ახლა, ხო? ამიტომ ოსურ ენას არ სწავლობს არავინ. არც ინგლისელი, არც თუ ის ლინგვისტი არ არის და რაღაცა ენების სიყვარული არ აქვს. იმიტომ რომ არაფერი არ აქვს. უბრალოდ ენას ისწავლი და ადვილად გამოვილი გაუსწორებ ხალხს ეს ყოფითი ენა. მაგრამ ეს არ არის სამეცნიერო. ხო არავინ არ სწავლობს ოსურ ენას, აფხაზურ ენას, სვანურ ენას. აი ქართველი რო ხართ, სვანურ ენას სწავლობთ. ეტანებით ინგლისურს. არ გაინტერესებს სვანეთში სვანურად ილაპარაკოთ? არ გინდათ, იმიტომ რომ ქართულად გელაპარაკებათ სვანი. ხედავთ? ესე იგი განათლება სვანურ ენაზე ვერ მიიღებ, მეგრულ ენაზე ვერ მიიღებ, ოსურ ენაზე ვერ მიიღებ, აფხაზურ ენაზე ვერ მიიღებ. ვერც აზერბაიჯანულ ენაზე ვერ მიიღებ განათლებას. ამიტომ ქართველი ეუფლება უცხო ენას, რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული. არ არის ესე? ხო. ყველაზე მეტი ლიტერატურა, მსოფლიო კულტურული მიღწევები არის ამ სამ ენაზე, რო გითხრა ინგლისური, გერმანული, ფრანგული. აჰა, იტალიური მეოთხე იყოს და მერე მეხუთე ესპანური და რუსული მეექვსე. ამ 6 ენიდან ერთ-ერთი ენა უნდა იცოდეთ, რომ ჩათვალოთ თავი განათლებულად. ხო? აი 6 ენიდან ერთ-ერთი ენა უნდა იცოდეთ კარგად, ისე რომ კითხულობდეთ, ისმენდეთ და წერდეთ. ისე განათლებულად ვერ ჩაითვლებით ჩემო კარგები. ხო, და ვინც ქართულში ზის და არაფერი არ აქვს სხვა ენას ნასწავლი, მარტო ქართულ წყაროებს ელოდება, აი ქართულად რა არის ნათარგმნი, უცხოური რა ითარგმნა. და ის ქართველიც მართლაც ქართულ ენაზე დამოკიდებული, რომელიც რაღაცა ქართულად თუ არის რაიმე ნათარგმნი ევროპული, მსოფლიო, აი იმაზეა დამოკიდებული, აი ისეთ ცოტა განათლებულია. და თუ არ კითხულობს ქართველი, ქართულ ენაზეც კი რაც არის ნათარგმნი, ის საერთოდ დებილია. ხო და აი სამი კატეგორიის ფენაა საქართველოში. ესე იგი, უცხოურ ენაზე ვინც კითხულობს, იმას თავში მეტი ინფორმაცია აქვს, აი გამოიყენებს ინტერნეტს, ხო? და ეს ითვლება განათლებულად. ეს განათლებულება რა შეადგება, მე ეს სხვა საკითხი არის. ხედავთ რა პრობლემის წინაშე ვართ, აკვირდებით? ხო. ამიტომ ჩვენთან ახლა კიკვირი ხართ განათლება და ქართულ ენაზე თქვენ ვერ განათლდებით. ამიტომ ქართულ ენაზე უნდა იყოს ძალიან ბევრი სოფლიო კულტურული მიღწევები დაყრილი ქართულ ენაზე. და ასეთ დროს როდის მოესწრება საქართველოს, რომ არ დაჭირდება უცხო ენის სწავლა, ისე მიიღებს განათლებას, სოფლიო კულტურულ განათლება იგულისხმება ქართულ ენაზე, მშობლიურ ენაზე, რასაც აკეთებს ინგლისელი, გერმანელი. საშუალო გერმანელს არ ჭირდება უცხო ენის სწავლა. ისე თუ დაინტერესდება რაღაც ყოფითი, თან ორიგინალში თუ უნდა მაგალითად პოეზია წაიკითხოს ახლა, ხა? ხემენესის პოეზია რო წაიკითხო ესპანურ ენაზე, ხო? ანუ უმბერტო ეკო იტალიურად წაიკითხო, სიტყვაზე ვიძახი. მაგას თავი დავანებოთ გოეთე, ვთქვათ, ფაუსტი, სხვა არის ორიგინალში და დანტე იტალიურად, ხო? მაგარი არის. ხო, ანუ ჰომეროსი ძველ ბერძნულ ენაზე. თორე ისე, რა თქმა უნდა, თარგმანშიდაც ამას ძირითად აზრს გაიგებ,
თარგმანში და განათლებული იქნები. არ არის სავალდებულო ხლები ორიგინალში იკითხო ხლები ჰომეროსი. უფრო მეც გეტყვით, ბიბლიაც ორიგინალში რო იკითხოთ არაფერი არაა, არაფერი. ქართულ ენაზეც ნათარგმნია ბრწყინვალედ. რუსულ ენაზეც, ინგლისურ ენაზეც და თარგმანი არის გასაგებია. ძირითადი აზრი მოწოდებულია ქართულ ენაზე მთელი ბიბლისა. ძირითადი დოქტრინა. ასე რომ ახლა ვისაც სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, ორიგინალში იკითხოს, მაგრამ ამით კი არ უნდა იტრაბახოს და აქ წერია, ის წერია და სექტა შექმნას, როგორც იეღოველები აკეთებენ. არა, რა თქმა უნდა. ასე რომ ღმერთი არ დაუშვებდა რა ამ შეცდომას. ყველა ენაზე ბიბლია თავისი სიტყვა მიაწოდა ყველას. ხედავთ? ესე იგი, ამ ხრივ ერთადერთი წიგნი არის ბიბლია, რომელიც განათლებას იძლევა, უცნაურია, ხო, დააკვირდით? აი, მარტო ბიბლია რო იკითხოს კაცმა რა. აი, ცდა რო ჩავატაროთ. ქართველმა დაწყები და პირველ კლასიდან მთელი ცხოვრების აი განათლება მაღალ დონეზე რა. აი მარტო ბიბლია რო იკითხოს ადამიანმა, აი ეს იყოს სამუშაო წიგნი მისი ცნობიერების ფორმირებისა და სულიერი ზრდისათვის, არ ჭირდება არაფერი, გინდა იჯერეთ, გინდა რა. დანარჩენს თვითონ ესგე, იმიტომ რომ დანარჩენი წიგნები ხო ცოდვა დაცემული ადამიანის შექმნილი არის. რა, რაც ჩამოთვალე დანტე ისე ამის კითხვას რა, გაიბრინძები და იქნები გაბრენძელი ლევან ბერძენიშვილი.